ათია ვარ ჯამთელი ჯანსაღი აღდგენილ მარადეული სული შეწყალებული სული ამნისტირებული სული მიმიტევებია ყველასათვის პატიო ყველასა უფალო მომიტევი შესვეტრესირება მომიტევი ჩემთავა მომიტევი თუ რამე შევცოდე ჩემ თავთან სხვასთან პერესცენარავერავე პერტრანსფორმირება იუცლი ყველაფერს ჩემთვისაც კეთოს ყველასასაც აფიციკეთოთ კარმიჩისკიული უძლებს რასტარგაიცნი მაიჟი გაი ზალივაის ბელი ზალატე ეუტრაფიარეტოი სიხარის სიყვარული მაღალი ბრაციული პატოკ იზო ბერიებით გარმენიცისკი გარმანიჩისკიული მაღალი ვიბრაციული პატოკ იზო ბერიებით სუფთა წყლით სუფთა ჰაერით სუფთა ხილის სუფთა სამკურნალო პატოკ იზო ბერიებით ნასიშავის ამივაის ზაკრივაიცა დესტრუქციული პარტალები ნეგატივები ატკლუჩაიცა да защищаюсь, я в безопасности, я в защите, божественном защите. Защищаюсь, мაღალ ვიბრაციული, რადოჟნი защитებით. ეხლა რა მინდა ჩემ თავს ველაპარაკო, რა არის ეს რა ქვია? ჩვენი ბიოსისტემა ხო კომპიუტერია, ხო, რასაც ესე კი ვიმახსოვრებთ, ან ზოგი კაი მახსოვრობა აქვს, ზოგს ცუდი მახსოვრობა აქვს, ხო? ზოგს მაინც ეხლა ბიოსისტემა ეფირტელები მაინც ვიზუალურად მაინც ყველაფერს იმახსოვრებენ. ანუ ეს რა ქვია ენერგოინფორმაციულ ტანსიონულ პოლებში, ანუ ენერგოინფორმაციულ ტანსიონალურ პოლებში, ბიოპოლებში ვცხოვრობთ ხო ჩვენ არ ლაპარაკი ეს ლაპარაკით, ხმაურით, ზუკაკოდებით, სიხშირეებით არის რა ქვია რაღაცა ინფორმაციების გადაცემა ხო ანტენებით, ინტერნეტებით ეს ენერგეტიკი ტანსიონი პოლებში ვცხოვრობთ ადგილებში ენერგოინფორმაციული ტანსიონი პოლების მატარებლები ვართ ამაზე რა ჯერ იგივე ჩვენი იმპულსები რა არის ენერგეტიკი ტანსიონი პოლები იმპულსები ახლა ინფორმაციები რა არის ეს ინფორმაციები არის ენერგოინფორმაციული ტანსიონი პოლები ძალები ადგილები ანუ ჩვენ ადამიანები ერთმანეთს როგორ ვეკონტაქტებით ერთმანეთს ეს უკვე ხდება ენერგოინფორმაციული ტანსიონი პოლების შეხება ჩემი საზნანია იმისი საზნანია ჩემი იმპულსები იმისი იმპულსები და აღვიქვავთ ადამიანები ერთმანეთს ადამიანები ქუჩას როგორ აღვიქვავთ ხმაურით ლაპარაკით დავინახეთ ქუჩაში რაღაცა ეს მატრიცულად და აღვიქვით ხო რაღაცა ქუჩა ეს ინფორმაცია რაღაცა ხო აი გადავხარშეთ ეს ყველაფერი ჩვენებურად ხო გადავხარშეთ ეს ყველაფერი ჩვენებურად ეხლა ამ ენერგოინფორმაციულ ჩვენს საზნანიაზე ან ჩვენს ცნობიერებაზე წარმოდგენებზე რა ხდენს გავლენას და ჩვენს წარმოდგენებზე და ცნობიერებზე ახდენს გავლენას მატერიალური მირები ხშირად ჩვენს საზნანიაზე ეხლა არის ძალიან ბევრი დავუშვათ ეგრეგერიანული ტანსიონური პოლები ეგრეგერიანული ინფორმაციულ ტანსიონური პოლები რომლებსაც აკონტროლებენ ასე თქვათ ნიხარუშიე ტავარიშები და აყენებენ აქ ჩიპებს, მიპებს, იმპლანტებს, ანტენებს, ვოლნებს, რაღაცა ისკაჟაწელნი, დისტრუქციულ ანტენებს, ისკაჟაწელებს, ბლოკებს, რაღაცა დისტრუქციულ ინფორმაციებს, რომლებიც ჩვენზე ზემოქმედებას ახდენს. ან თუნდაც რა არის ეს ისკაჟაწელნი დისტრუქციული ინფოპაკეტები რა არის ეს ისკაჟაწელნი ინფოპაკეტები დაუშვათ რა ქვია ადამიანი რომელიც უტირის უწუწუნებს სულ რაღაცა ხო ის უკვე დაბალ ვიბრაციული ტანსიონი ინფოპაკეტების მატარებელი არის ადამიანი რომელიც პოზიტიურია ჯანმრთელია ჯანსაღია ისა ის მაღალ ვიბრაციული ინფოპაკეტების მატარებელი რომელიც მისწრაფის რაღაცისაკენ რომელსაც უნდა რაღაცა გააკეთოს შეიცნოს რაღაცა
რაღაცა კაი რაღაცა გააკეთოს თავისთვის, სხვებისთვის, სახლისთვის, ასე ვთქვათ. ეს არის მაღალი ვიბრაციული ინფო, პოზიტიური მაღალი ვიბრაციული ინფო პაკეტების მატარებელი ადამიანი, რომელიც ფიქრობს მხოლოდ ასე ვთქვათ სიყვარულზე, ურთიერთობაზე, გაგებაზე, ძმაკაცობაზე, დაქალობაზე და ასე შემდეგ. ეხლა ძმაკაცი ფიქრობს სულ დაბალ ვიბრაციულ რაღაცეებზე, ხო? ეს არის ისკაჟაწენი ბლაკეროიუში ინფო პაკეტების მატარებელი, ინფო ენერგოპოლების, ისკაჟაიუში დაბალვიბრაციული პოლების მატარებელი ადამიანი, რომელიც უტირის, უწუწუნებს, ვიღაცაზე ჭორავს, იბოღმება, ვიღაც რაღაცა არ მოსწონს, აკიდეს, ბლატაობს, ესეთი ვარ, მე ისეთი ვარ, მე მაგარი ვარ, ეს ვინ არის, ვინ ჩემი ფეხებია, ვინ ჩემი ფეხებია, ეს არის უკვე დაბლოკილი ბლაკეროიუში ისკაჟაიუში ტანსიონი პოლები იმ ადამიანით ხდება უკვე სხვა რაღაცეების დაჩაგვრა, დამცირება და ეგრეგერიანული ინფორმაციული ენერგეტიკი ინფორმაციული ტანსიონი პოლებითაც ხდება, ასე ვთქვათ, ადამიანების დაჩაგვრა, რა ქვია, ეს ანტენები, სიხშირეები, დისტრუქციული ზუკაკოდებითაც ხდება ენერგო ინფორმაციული ესე იგი ინფოპაკეტებით ადამიანზე ზემოქმედება, დაჩაგვრა, დამცირება. აი მაგალითად გავიდა ადამიანი გარეთ კაი ხასიათზეა და მერე უცბად ცუდ ხასიათზე გახდა. რატო? იმიტომ რომ ასე ვთქვათ რაღაცა დისტრუქციულ ინფორმაციულ ენერგეტიკის კი ტანსიონი პოლებში მოხდა რაღაცა. ანუ აიქ არ იყვნენ ის ხაროში ტავარიშები ან რაღაცა სიხშირეები, ზუკაკოდები და ნუ ცუდად გახდა ეს ადამიანი. всё უკვე დაამამპირეს რაღაცეებმა და ვიღაცეებმა ეს ცუდი ინფორმაციები ზეგავლენის ქვეშ გახდა. ანუ ჩვენს წარმოდგენაზე, ცნობიერებაზე ძალიან ბევრი რაღაცა ახდენს ზეგავლენას, ზემოქმედებას. აი სახში რო შედიხარ, დაუშვათ სიხარულით, სიყვარულით, ან სამსახურში რო ხარ, სიხარულით, სიყვარულით და მოვიდა იქ ვიღაცა ბოღმა რაღაცა და დაიჭყანა, დაიწყო იქ რაღაცა და ყველას ხასიათი, ასე ვთქვათ, დაურია შეუცვალა, ხო? აი ეს არის დისტრუქციული ინფორმაციული ენერგეტიკი ტანსიონი პოლა. დისტრუქციული ინფორმაციული ენერგეტიკი ტანსიონი პოლის მატარებელი, ბიოველი ბიოპოლის მატარებელი ადამიანი. ეხლა ეს ინფორმაციული პოლებით ესე იგი ვიძახით, რომ ჩვენი და ეს რა ქვია ადამიანი დაუშვათ როდესაც აი ეს ჩვენი საზნანია, პადსაზნანია წარმოდგენები, ცნობიერებები ხო ისე აღიქვავენ ამ ინფოპაკეტებს, სხვა ადამიანების ინფოპაკეტებს, სხვა ადამიანის ქცევებს, სხვა ადამიანის ლაპარაკს, სხვა ადამიანის წუწუნს, ტირილს, რაღაცა განცდებს, თვითონაც აი თუნდაც წიგნი წაიკითხე, ან თუნდაც რა ქვია, კინოს უყურე, რომ გადამდებია ეს რაღაცა, რა თავისი გონია ამას და თვითონაც განიცდის და რაღაცა აღიქვავს ეს სხვის ფიქრებს თავისად მიიჩნევს, სხვის წუწუნს თავისად მიიჩნევს, სხვის პრობლემებს თავისად მიიჩნევს. ეს რა დაგემართა, რაღაცა დაუშვათ ეხლა სამსახურში ეს გაყიდვის თემებს შევეხოთ, ხო? ვერ გაყიდე, რაღაცა არ არის მუშაობა, რაღაცა ისა და აქ ლაპარაკში უკვე всё 1000 ბლოკი მოხდა უკვე. ნუ ხალხს არ შეუძლია საერთოდ პოზიტიურზე ლაპარაკი, ხალხს შეუძლია მარტო წუწუნი. ესეთი რაღაცაა და ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ უნდა გავანთავისუფლოთ ჩვენი საზნანია, პადსაზნანია, წარმოდგენები, ცნობიერებები, ეს პოზიტიური რაღაცეები, გავანთავისუფლოთ დისტრუქტიული ისკაჟაიუში ინფოპაკეტებისაგან. უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ვსე დისტრუქციები, ვსე წუწუნი, ვსე პრობლემები, აბნუნეცა, ტრანსფორმდება ყველაფერი, სიყვარული, ჩემთვის ვაბლაგაზლო, никак не действует, зло ინფოპაკეტები ატკრუჩაეცა, რა ქვია, ხდება მხოლოდ ბედნიერება, ჯანმრთელობა, წინსვლა, იზობირიები, ბედნიერება, ჯანმრთელობა, წინსვლა, იზობირიები ხდება მხოლოდ სიკეთე, სიხარული. მერე ადამიანი კიდე
დაუშვათ სხვისი საზრუნავი ამ გონებას, ამ ბიოსისტემას, twins რა სხვისი ფიქრები, სხვისი საზრუნავი, თავისი გონია, სხვისი უაზრობა, დებილობა, თავისი გონია და ფიქრობს ეხლა რატოა ის ესეთი შტერი, რატოა ის ესეთი უვიცი, უარგისი, რატოა, ანუ გადაედო იმას უკვე იმისი რაღაცა საქციელები კი არა, ინფო პაკეტები იმ რა ქვია ერთმა დისტრუქტიულმა რაღაცა ადამიანმა დააზომბირა 9 ადამიანი უცბად რომ გაუფუჭა 9 ადამიანს რა ქვია დაუშვათ ან 2 ადამიანს ან 3 ადამიანს ხასიათი და ასე შემდეგ და რატოა ესე და რატოა ისე და ეხლა twins აგონია რომ ეს თავისი ბრალია რომ დაუშვათ სიკეთის კეთება უნდა და სიხარულის რაღაცა უბრალოდ უნდა და თავისთვის ყოფილიყო თავის ბიოპოლში თავის საქმე გააკეთოს ხო და ამ დროს ვიღაცა უშრის ნერვებს ხო ვიღაცა მოუშალა ნერვები ეხლა twins გონია ეს თავისი ბრალია ფიქრობს ეს twin იმას 1000 რაღაცის წარმოდგენას 1000 რაღაცის ფიქს 1000 რაღაცის გადახაშვას გადმოხაშვას რომ ეს ჩემი ბრალია არ არის ეს არავისი ბრალი ჯერ ეგრეგერიანულ სამყაროში ვცხოვრობთ 1000 დისტრუქცია მე იმდენ გაჭირვებულ ხალხში ვცხოვრობთ ეს ხალხი სუტირის სუწუნებს რაც არ უნდა ბევრი ფული შოვს მაინც ტირის აი პრივიჩკა დააქვთ უკვე გადაქცეული და ეს ჩვენი ბრალი და ჩვენი ტვინის ბრალი არ არის ამიტომ ადამიანი რო დაინახავს უკვე რაღაცა ისკაჟენიები ხდება და რაღაცას უსმენ არ გინდა რომ მოусმინო მაგრამ ყურები ყველასა გვაქვს და უსმენთ ეხლა შემოდის ეს ინფო პაკეტები ხო მაინც რაღაცა მოვკარით ყური ხო და არ გინდა რა იმისი დისტრუქციები და იმისი წუწუნი და იმისი ტირილი და იმისი ბლოკები და იმისი რაღაცეები ხო ადამიანმა ეგრევე უნდა თქვას ჩუჟიე ინფო პაკეტები ჩუჟიე ნეგატივები დისტრუქციები ჩუჟიე რაღაცეები ყველა ნეგატივები რასაც შემთხვევით ან ასოზნანა ან ნიასოზნანა ასე თქვათ შევეხე შემეხო ყველაფერი აბნუეცა ატყუჩა ისა დასვარდება ყველაფერი ჩემთვის ვაბლაგა დასვარდება ყველაფერი სიხარულის სიყვარული პოზიტიურობები წინსვლები ჯანმრთელობები იზობირები ჩემთვის ვაბლაგა ეხლა ეგრეგერიანული რაღაცეები როგორ ისკაჟაწელებს აკეთებენ რომ ჩვენ უნდა დაგვემორჩილო შენ რა ქვია ну ეგრეგერიანული სისტემები არის ყველგან მაგალითად ეგრეგერიანულ სისტემებში ვინ შედის იგივე შედიან იქ მომუშავე პერსონალები მაგალითად რელიგიურ ეგრეგერიანულ სისტემებში შედიან იქ მომუშავე პერსონალები სახელმწიფო ეგრეგერიანულ სისტემებში შედიან იქ მომუშავე პერსონალები ბანკების ეგრეგერიანულ სისტემებში შედიან იქ მომუშავე პერსონალები მომუშავეებიცა და მომხმარებელი პერსონალებიც რა ქვია დაუშვათ სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის ეგრეგერიანულ სისტემებში შედიან იქ მომუშავე და მომხმარებელი პერსონალები ზოგი კმაყოფილია ზოგი არ არის კმაყოფილი ზოგი წუწუნებს ზოგი იწევლება ზოგი ეხლა ვის გულში რა ძის არავინ ზოგი გახარებულია ზოგს ფული არ აქვს ზოგი ტირის ზოგს ვალი აქვს ზოგს ესა და ეს ყველაფერი ხო ეს ეგრეგერიანულ რა ქვია სისტემების ინფო პაკეტებში ხო ხდება ფიქსირდება ანუ ბიოპოლებში ტანსიონ პოლებში ხო დაფიქსირდა ეს უკვე ხო ქუჩაში რო გადის ადამიანი იქ რა ქვია ადგილობრივი მაცხოვრებლების სოციუმის ეგრეგერია უკვე ქუჩებში არის ადგილობრივი მაცხოვრებლების ეგრეგერია რა ქვია ტანსიონი მაცხოვრებლების სოციალური სოციუმის ხალხის ეგრეგერი რას ქვია ეს აი დაუშვათ მე ჩემი მეზობლები იმის მეზობლები ამის მეზობლები იქ ბაზარია იქ მაღაზიების ეგრეგერები თანამშრომლები და მომხმარებლები რომლებიც ტანსიონი პოლებით ინფო პაკეტები ასე ვთქვათ იზრდება აქ და მაღაზიების ბაზრების სამსახურების კიდე მაღლა არის კიდე ასე ვთქვათ სოციუმის ხალხის ეგრეგერები ანუ ხალხი რას ფიქრობს ერთმანეთზე მაღაზიაზე ბანკებზე იმაზე ამაზე
სად ცხოვრობს, როგორ ცხოვრობს, არის ოჯახური ეგრეგერები, არის კერძო სამსახურის ეგრეგერები, არის ასე ვთქვათ, პირადი ეგრეგერები, რა ქვია, მე მაგალითად რა ქვია, ხო, პირადი ოჯახური ეგრეგერები, ან პირადი ეგრეგერები, რა ვიცი, არის რაღაცა ის მოქმედებს ეს რაღაცა ეს ეგრეგერი რა არის, ეს არის ინფორმაციული ტანსიონი პოლები, ინფორმაციული ენერგეტიკი, ინფორმაციული ტანსიონი პოლები, რომელიც ახლა ჩვენ ვერ ავხედავთ თვალით, მაგრამ ეს მუშაობს, ანუ ეს ინფორმაციები გადადის, გადმოდის, მოდის, იცვლება რაღაცა და ხან ბალანსიროვდება ეს ინფორმაციები, ხან ვერ ბალანსიროვდება, ხან დაუშვა ჭხუბი ხდება, ხან არა ხდება ჭხუბი, ხან ადამიანს ბალანსიროვებს ამას, რომ ფიქრობს, რომ ეს ჩემი ფიქრები კი არ არის ეს ნეგატივები, ეს რაღაცა ტანსიონი პოლებიდან მოფრინდნენ და იმიტომ ვარ გაბრაზებული და ეს ყველაფერი აბრუნეცა და ეს რა ქვია ეგრეგერებს, ანუ ამ ინფორმაციებს, ანუ მე სახში რასაც ვლაპარაკობ, ეს ენერგია სად მიდის, ხო მოხდა აქ სახში ლაპარაკი, რაღაცა დისტრუქციულზე, ან წუწუნზე, ან მეზობლების ჭორაობაზე, ან გაჭორვაზე, ან მაღაზიის გაჭორვაზე, ან ბაზრების გაჭორვაზე, ან სამსახურებში რაღაცა ლაპარაკი, ეს არის ეგ ამით იქმნება ინფორმაციებით, ინფორმაციული ქსელებით, რა ქვია, ადგილობრივი ქსელებით, დაუშვათ ბიზნეს ქსელებით, თუ სამსახურის ქსელებით, თუ ოჯახური ქსელებით, თუ პირადული ქსელებით, თუ რა ქვია, მეგობრული ქსელებით, თუ ძმაკაცური ქსელებით იქნება ეს ინფორმაციული ენერგეტიკი ტანსიონი პოლები, რომლებსაც შეუძლიათ სხვა ადამიანის საზნანიებზე მოახდინოს ზეგავლენა და ზემოქმედება. რა ქვია, ეხლა ადამიანი იტყვის, რომ მე ისეთი მაგარი ვარ, ჩემს საზნანიაზე ვერავინ ვერ მოახდეს გავლენა, არ არსებობს, ეს მოქმედებს, ეს მუშაობს, ეს იქ რა ქვია, კაი ინფორმაციებიც მუშაობს და ცუდი ინფორმაციებიც მუშაობს, ეს ყველაფერი, ამიტომ ცუდმა ინფორმაციებმა რომ არ შეგვჭამონ და არ დაგვაზარალონ და არ ამ სერები, գրები და არხუტები რითაც საზრდოობენ, ხო? ამიტომ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი და თქვას, რომ ყველა სახის დისტრუქციები, ნეგატივები, დისტრუქციული ინფოპაკეტები, კოდები, შიფრები, მიფრები, თუნდაც დისტრუქციული ზვუკა კოდები, დისტრუქციული პაროლები, დისტრუქციული ინფოპაკეტები, რა ქვია, ავისულები, ავიძალები, ავიენერგიები, ნეგატივები, ბლოკები, ჩიპები, მპები, იმპლანტები, ანტენები, სნიმაიცა, რასტარგაიცა, სნიმაიცა, რასტარგაიცა, ჟიგაიცა, ანთოს ცეცხლი და თქვას 1, 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ სახში ჟიგაიცა, ატმინა პადაჟი, აჩიშაის, ცეცხლის ძალით, წყლის ძალით აჩიშაებს, ცეცხლის ენერგიებით აჩიშაებს, ცეცხლის ენერგია ბალანსიროვნა მობრაზავ, ჩემთვის ვაბლაგა, ბეზრედა. ხო, ეხლა რეგრესოლოგები, რა ქვია, რას ამბობენ, რომ დაუშვათო ადამიანმა დღეში ერთხელო ცოტა ხანი მაინცო ტვინი უნდა გათიშოსო, არაფერზე არ უნდა იფიქროსო და უნდა ავიდესო, რა ქვია, უნდა ავიდესო კი არა, ხო, უნდა შევიდეს ისეთ ტანსიონ პოლებში, სადაც არის, ანუ ჩვენ თვითონ უნდა ვეცადოთ, ავიდეთ სასიკეთო ჩვენთვის სასიკეთო ინფორმაციონი ტანსიონი პოლებში ზე უნდა ავიდეთ, სადაც არის სიწყრანი, სიხარული, გარმონია. მაგალითად, აგელოზების ინფორმაციული ტანსიონი პოლები რა არის? აგელოზების ინფორმაციული ტანსიონი პოლები, არგელოზები რა ინფორმაციის მატარებლები არიან? არის უნდა იყოს ჯანმრთელობა, ბალანსირება, გარმონიულობა, სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, ან უნდა ვთხოვოთ ანგელოზებს, რომ ანგელოზებო დამეხმარეთ, აი მე ეხლა მინდა დავწყნარდე, დამშვიდე და ავიდე ისეთ ტანსიონი, ინფოპაკეტურ ტანსიონი პოლებზე, სადაც არის მხოლოდ სიმშვიდე, სიწყნარე, ბალანსირება და მინდა ასე ვთქვათ დავალაგო ჩემი აზრები, ფიქრები და ჩემი ისენი, რა ქვია, ჩემი ცნობიერება მინდა წარმოსახვებით, მინდა დავალაგო, ჩემთვის ვაბლაგა, ხო?
და დავაწყნარო ეს თავი, ყური, თვალები, ემოციები დავაწყნარო. მე ეხლა ну ანგელებშიც არის ცუდი ანგელები და კაი ანგელები, ხაოსნიკა ანგელები და კაი ანგელები, ხო? უნდა თხოვოთ, რა ქვია, კაი ანგელებს, კეთილო ანგელებო, ჭეშმარიტო წმინდა ანგელებო. აი დამეხმარეთ, მე მინდა დავწყნარდე, მე მინდა მოვიშორო ცუდი ინფო პაკეტების მატარებელი სიხშირეები, კოდები, ჩიპები, მიპები, იმპლანტები, ანტენები. მე მინდა მოვიშორო ჩუჟიე პროგრამები, პრაკლატიები, ზაკლატიები, ხო ეს რა ქვია, წყევლა არის იგივე პრაკლატია. ავითვალით რომ შეხედავ ადამიანს და რაღაცა ეს იგივე პრაკლატია არის. რა ქვია, ადამიანი, რა ქვია, რა ვიცი, ბევრი რაღაცეები არის, სადაც ადამიანის ენერგია, ეხლა მე რო ვლაპარაკობ, ეს ჩემი ლაპარაკი, სად მიდის, ხო რჩება ჩემ ბიოვერ ბიოპოლში, არა? ცუდზეც ვილაპარაკე ეხლა, კაიზეც ვილაპარაკე ეხლა. ეს მე თუ არ გავწმინდე ეს ცუდი ლაპარაკი, ცუდი ენერგიები თუ არ გადავატრანსფორმირავე სიყვარული, ჯანმრთელობა, რაღაცეები, ხო, დამეწყება თავის ტკივილი. ხო, აი ეს არის. ქუჩაში ადამიანი 1000 რაღაცას ლაპარაკობს, სახელმწიფოს თანამშრომლები, პოლიციის თანამშრომლები, იქ ჯანდაცვის თანამშრომლები, იქ კომუნიკაციების ისენი, ჯანმრთელობის თანამშრომლები, განათლების ისენი 1000 რაღაცას კაისაც ლაპარაკობენ, ცუდსაც ლაპარაკობენ, მით უმეტეს განათლების თანამშრომლები კაისაც ასწავლიან, ცუდსაც ასწავლიან, ხო? ეხლა ის და იქმნება ამით ეგრეგერები. ამ ეგრეგერიანულ სისტემებში ინფორმაციულ ტანსიონი პოლებაში რა შედის, კაი ინფორმაციებით, ცუდი ინფორმაციებით შედის, ხო? ამიტომ ადამიანმა უნდა შეეცა მე ეს ბესების წერები, ახოტები და ეშმაკები ამით, რა ქვია, ხელს იმართავენ ამით ამ ინფორმაციებით, ჩვენივე ინფორმაციებით. ჩვენივე ნაფიქრალებით, ჩვენივე ნათქვამით, ჩვენივე ნაგინებით, ჩვენივე ნაწყავლებით, ჩვენივე, რა ვიცი, აკეთებენ რაღაცა დისტრუქციულ ინფო პაკეტებს, სიხშირეებს, ავკოდებს, რაღაცას, წყევლებს, რაღაცას და მე ისევ, რა ქვია, რჩება ეს ისევ ჩვენს ბიოვერ ბიოპოლში. და იმ ეგრეგერებში და იმ ეგრეგერი რა არის, ეგრეგერი არის ინფორმაციული მაღაზიის ეგრეგერი რა არის, რა არის ამ მაღაზიაში, რამდენი პროდუქტია, რამდენი ვინ ამუშაობენ, ვინ არის, რა ქვია, მენეჯერი, ხო, ვინ შედის, ვინ გამოდის, ვინ არის მომხმარებელი, რა აღის ფასებიც კიდე რაღაცა ეს ყველაფერი ქმნის ამ ეგრეგერის ინფორმაციულ ტანსიონი ბიოველ ბიოპოლებს, ენერგეტიკი ინფორმაციულ ტანსიონ ბიოველ ბიოპოლებს. ხო, ეხლა ყველა მაღაზია კაი არის, მაგრამ ამ მაღაზიაში, რა ქვია, ზოგიერთი გამყიდველი ცუდია, მაგრამ ამ მაღაზია მაინც ეხლა საკვები პროდუქტის მაღაზია, ხო, ცუდი არ არის, კაი არის, მაგრამ იქ რომ ცუდი ხალხიც რო შედის, ცუდი ხალხი რა ეხლა ვერ დაუშვი ვერავის არაჭამოდა არის უნდქო და იმ ცუდსაც უნდა ევოლუცია გაიაროს და გამოსწორდეს, ან გამოსწორდეს, ან ისევ წავიდეს დეგრადაციაში. მაგრამ ეს ხო რაღაცა რჩება იქა, ის ცუდი ცხორჩება, კაი ცხორჩება, ცუდი ცხორჩება, ის ფული ვაფშე მატერიალური ფული რო არის და არაფრის ძალა რო არ აქვს. ეს ხო მოქმედებს, იმ ფულზე რა არის დახატული, ეს ხო ყველაფერი, იქ პროდუქტებზე რამდენი რეკლამა არის დახატული, ეს ხო ყველაფერი მოქმედებს, არა? რამდენი ციფრებია, შიფრებია, კოდებია, რას ემსახურება ეს რაღაცა, ეს ყველაფერი, რა ქვია, იქმნება მაგალითად მაღაზიის ვაჭრების, ბიზნესმენების, რა ქვია, ბანკების, ასე იქმნება ეს, რა ქვია, ეგრეგერი, და ეგრეგერი არის ინფორმაციული ტანსიონი, ენერგეტიკი ტანსიონი, პოლია, ბიოვერი ბიოპოლი, ადგილი, პოლია. ანუ ჩვენ სახში ჩვენ თავზე ვფიქრობთ, ხო? მაგრამ ჩვენ თავზე გვინა ვიფიქროთ, მაგრამ რაღაცა კაცო ხეს გვიშვი, წარმარა სხვაზე ვფიქრობ. არ მინდა ეს სხვაზე ფიქრი, ხო? მე მინდა აი აქ უკვე უნდა იფიქროს ადამიანმა იმაზე, რომ ესე იგი მე უკვე
გადმომედო რაღაცა ეს ვირუსებივით არის ეს ინფორმაციული ზუკაკოდების სიხშირეები და ვირუსებივით დაძვრებიან უკვე ბესები და სერები და არხონტები ადამიანს თუ სული ძლიერი აქვს და უკვე ვეღარაფერს ვეღარ უშვებიან ასე ვთქვათ ადამიანს უკვე ცდილობენ ინფორმაციულად დაქანცონ ადამიანი ტვინით ბიოსისტემა დაქანცონ ტვინი დაქანცონ სული ხედავს რომ ეს რაღაც ინფოპაკეტი არის და ამიტომ ბიოსისტემამაც უნდა დაინახოს რომ ეს სხვა რაღაცა ვირუსი გადმომედო სხვა რაღაცა ვირუსული ცოფიანი ინფოპაკეტი გადმომედო რაღაცა დისტრუქციული ინფოპაკეტი გადმომედო და უნდა თქვას ეგრევე რომ ისა ყველაფერი დისტრუქციები გაეცა ბიოსისტემა უნდა დაეხმაროს თავის სულს რაღაცა ის სანთლით მაინც ცეცხლი აიღე დაწვი სიტყვით მაინც გამოთქვი 1-2 ხმამაღლა სახში რომ სე დისტრუქციული ინფოპაკეტი ატკული ჩაიუსა და ეგრეგერებისაგან არა აქვს მნიშვნელობა რა ეგრეგერები არის მე არ მინდა ეს სოციალური ეგრეგერები და სოციალური და სახელმწიფო სამსახურების ეგრეგერები მე რაში მჭირდება მე ვარ ადამიანი კერძო პირი არც კერძო პირების ეგრეგერები არ მინდა რაში მჭირდება მეზობლების პრობლემები რა აქვთ სად მუშაობენ ვინები არიან რა გვარის მატარებლები არიან რა როდის მატარებლები არიან რაში მჭირდება ეხლა იმათი მე ვარ პირადი დამოუკიდებელი ადამიანი მე უნდა განვითარდე პირადად დამოუკიდებლად მინდა განვიცადო რევოლუცია და ევოლუცია ხო და მინდა მე რა ქვია ჩემ თავთან დავწყნარდე არ მინდა ეხლა ეს ხმაური ცოტა მიშრის ხელს ქუჩაში მაგრამ მე რა ქვია ხმებითაც ხმაურითაც ძალიან ბევრი რაღაცა ცუდი რაღაცა ხდება ეს ხმაურით ხდება ზუსტად ამ ინფოპაკეტების ჩატვირთვა პროგრამულად ჩატვირთვა მარტო ინტერნეტითა და ინტერნეტის სიხშირეებითა და სატელევიზიო სიხშირეებით არ ხდება ეს დისტრუქციული რაღაცეების გადაცემა გადმოცემა ეს ბიობოტები რაც არიან ადამიანების და რა ქვია ადამიანების სახითაც ხდება ეს დისტრუქციების ისკაჟატორების დეგრადირებული ინფორმაციების გადაცემა და იბლოკება ადამიანი უკვე რაღაცა რა ქვია მოხდა ის რაღაცა შეხება დისტრუქციულ რაზრუში წინი პროგრამებთან მოხდა შეხება რაზრუში წინი პროგრამები რომ ასე ვთქვათ არ იმას აქნას ასე ვთქვა გავთავისუფლდეთ რაზრუში წინი პროგრამებისაგან უნდა შევეცადოთ რომ ავიდეთ წმინდა კეთილ ლამაზ რა ქვია ჭეშმარიტ რა ქვია ბალანსიროვან რა ქვია ანგელებისა და არხანგელების უნდა ვეცადოთ ვიფიქროთ იმაზე სიკეთეზე სიხარულზე და უნდა ვთხოვოთ ჭეშმარიტო კეთილო ანგელებო არხანგელებო რა ქვია გაანთავისუფლეთ ჩემი ენერგოინფორმაციული ინფოპაკეტები ბიოვერი ბიოპოლი დისტრუქციული ინფოპაკეტებისაგან დისტრუქციული ინფორმაციებისაგან ნეგატივებისაგან და всё ტრანსფორმირდება ყველაფერი სვეტრუბო სიხარული ჯანმრთელობა იზობირიები წინსვლები ბარაკა მარადიულობები ხელშეუხებლობები ბეზაპასონწები ზაშიტები ჩემთვის ვაბლაგა სხვებისთვის ვაბლაგა თუ უნდათ თუ არ უნდათ აიდარდები მე რა ქვია ეს რა ქვია მე არავისი ვალდებული არა ვარ ესე ეხლა რა არის ხრონიკები ეს ხრონიკა იგივე ხრონიკა არის ხრონიკა აკაშას რასაც ეძახიან ხრონიკა აკაშა ეს არის ვიშე ასე ვთქვათ სულიერი ბიბლიოთეკა სულიერი ინფოწყაროები სულიერი ინფოპაკეტები სულიერი ანგელების არხანგელების ხრონიკები ინფორმაციები ბიბლიოთეკა ინფოპაკეტები ან ხრონიკა აკაშაში დაუშვათ აი ადიან რეგრესოლოგები და
როცა უნდათ რამე პრობლემა აქვთ, რამე საკითხის გადაწყვეტა უნდათ, ადიან ეს რეგრესოლოგები, ვინც ტრეციკლაზი კარგად აქვთ გახსნილი და ვინც უკვე ხედავს ეს ყველა პარალელ მირებს, მატრიცის მირებს, ვინც ხედავს უკვე ასტრალი მირებს, ვინც ხედავს უკვე კარგად ძალიან, რა ქვია, ეგრეგერიანულ სისტემებს და რაღაცა ეს კასმიურ მირებს და კოსმომირებს ვინც ხედავენ ეს ტრეციკლაზის მეშვეობით ეს რაღაცა უკვე ყველაფერს რომ კარგად ხედავენ უკვე ეს რა ქვია ადიან ეს ანგელოზების ვიშიეს სვეტლის ცილების იგივე კოსმოსის ხრონიკებში ბიბლიოთეკა დავარქვათ, ინფორმაციები დავარქვათ რაღაცა და აქ ცდილობენ იპოვონ ის რაღაცა დაუშვათ ან იმეცადინონ ან განავითარონ დაუშვათ რაღაცა ცოდნა ან ჩაკრებზე ცოდნა ან მატრიცაზე განავითარო ან შეეკითხონ რომ რატოა ეს ან რაღაცა ავადობა სჭირთ და დაუშვათ ფიზიკური ან ფსიქიკური ან მენტალური ან რაღაცა ავადობა და ცდილობენ რომ ამ ავადობის შესახებ რაღაცა გაარკვიონ შეეკითხონ რომ აი რა ენერგია, რომელი ენერგია განკურნავს ამ ავადობას და ძალიან ბევრი ან დაუშვათ ჩემი შეეკითხონ რომ ჩემი სულისთვის ეხლა ამჟამად ჩემი განვითარებისათვის რა არის აუცილებელი და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენი განვითარებისათვის ყველაზე კაი არის რომ არ იყოს ეს რა ქვია ეგრეგერიანული სისტემები, მაგრამ არის ამას ვერ გავექცევ. ჩვენი განვითარებისათვის ყველაზე კაი ის არის რომ ყველა მიფიქროს სიკეთეზე, სიხარულზე, ბედნიერებაზე, მაგრამ არის ტოქსიკური და ბოროტი ხალხი. ყველა იყოს ჯანმრთელი, მაგრამ არის ავადმყოფი ხალხი, სულიერად, ფიზიკურად, ფსიქიკურად, რა ქვია, ავათარი ხალხი, ან ვირუსები არის ხო რაღაცა. ეხლა ეს ვირუსები რომ გავაბათვე, ეს ვირუსი რა არის იგივე რაღაცა შექმნილი ინფოდნკური ხელოვნური რაღაცა რომელიც ადამიანის რა ქვია იმუნიტეტს რაზრუშაიეთ და უნიშნავთ იმუნიტეტის გაძლიერება რომ იმას ავქნათ უნდა ხო ეხლა რეგრესოლოგს რომ იმუნიტეტი განაძლიეროს ან უმკურნალოს ვიღაცის იმუნიტეტს რომ ის გაძლიერდეს და რომელი წყაროებია საჭირო, რომელი კოდებია, რომელი ვიბრაციებია საჭირო, ამაში ყველაფერში ეს ხრონიკა, ანგელოზების ხრონიკა, ბიბლიოთეკა, ანგელოზების ხრონიკა ეხმარება ამ ადამიანს და ამ ხრონიკაში სხვათა შორის ძალიან ბევრი მეცნიერული განვითარებები არის, ტექნოგენური განვითარება, გააჩნია ადამიანს ეხლა რომელ თემაზე უნდა განვითარდეს მარტო ჯანმრთელობა და ის კი არა მაგალითად აინტერესებს ადამიანს, აი მაგალითად ტელეფონის როგორ მოქმედებს სულზე ტელეფონი ყველამ ვიცით როგორ მოქმედებს, რომ ცოტა არ იყოს ძალიან ბევრი სიხშირეები აქვს, ძალიან ბევრი ვოლნები აქვს და ამ ვოლნებით შეიძლება შემოვიდეს როგორც კაი ენერგია, ისე ცუდი ენერგია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც რაზრუში წენი ენერგია, რაზრუში წენად მოქმედებს ეს ყველაფერი და დაუშვათ უნდა რომ ისწავლოს ამ ადამიანმა აი ვოლნებისაგან თავის დაცვა. ვოლნებისაგან ან დისტრუქციული ზვუკაკოდებისაგან თავის დაცვა. დისტრუქციული ზვუკაკოდები და ვოლნებით გვებრძვიან ზუსტად ეს ავისულები და ავიძალები. როცა უნდათ რომ ადამიანი გამოიყვანო წყობილებიდან, ამ ადამიანი გამოიყვანო დისბალანსიდან, ადამიანი გადაიყვანო ჭკუიდან, ადამიანი გადაიყვანო რაზრუშენიებზე და რაზრუშეწელნიობებზე და დააზიანონ ადამიანის სული, წართვან ადამიანის სულს ენერგიები და ასე შემდეგ. ესე იგი ეს ეხლა ჩვენ ვერ იმას ვიზავთ, რა ქვია, ამ დისტრუქციული ინფოპაკეტების, ენერგოინფორმაციული ტრანსმისიული პოლების შეცვლას ეს ყველა შემთხვევაში დღესდღეობით მოქმედებს და მუშაობს. და აი შეგვიძლია მარტო რომ უფრო ქალაქს ხანდახან მოვეშორდეთ, ხმაურს ცოტა მოვშორდეთ ან
გავისეირნოთ ან გამოვისეირნოთ, იგივე სახსაც მოვშორდეთ იქ მეზობლების ლალალა ლულულუ ხმაურსაც მოვშორდეთ, ცოტა დავიწყნაროთ, თავი ცოტა გავისეირნოთ, გამოვისეირნოთ, ბუნებაში ჩამოჯდეთ 1-2 საათი, ან სადმე ისე წყნარ ადგილზე, რომ ცოტა აი ბუნების ტანსიონი პოლებთან გქონდეს შეხება. ბუნების ენერგოინფორმაციული ტანსიონი პოლებთან გქონდეს ცოტა შეხება და ვთხოვოთ ბუნების ტანსიონი პოლებს, ჟივას ტანსიონის პოლებს, ჟიზნენი სილებს, რომ ასე ვთქვათ, გაგვკურნოს და ასე ვთქვათ, მოგვაშოროს დისტრუქციული ინფორმაციები და დისტრუქციული ინფორპაკეტები და დისტრუქციული კოდები და დისტრუქციული შიფრები, რომ მოგშორდეს. ხო, ეს მინდოდა მე თქვა, ნუ დღესდღეობით ესეთი ის არის, ესეთი ტანსიონი პოლები იქმნება, ეხლა დაუშვათ ეს სერები, რეები, გრეები, არხონტები, ქუჩაში დადგავენ ერთ რაღაცა ჩიპისნაირ ანტენას და იმ ჩიპისნაირ ანტენით, ასე ვთქვათ, იქ მომუშავეებს, იქ გამოვლელებს, იქ რა ქვია, მცხოვრებლებს, ასე ვთქვათ, რაღაცა დისტრუქციულ პროგრამებით აპროგრამებენ, დისტრუქციული შიფრებით აპროგრამებენ, დისტანციონადაც ხდება ეს. ეს არის უკვე და ეს რეგრესოლოგებმა დაამტკიცეს, ამას ვერსად ვერ გავექცევით, ეს ქუჩაში რო არ გაიაროს და ხალხში რო არ იყოს კიდე ადამიანი, რა ქვია, ვერ იცხოვრებს ისე, რაღაცა უნდა იმუშაოს, სამსახურებზეც კიდე, მაგრამ უნდა შეეცადოს, რომ სთხოვოს იმ ანგელოზებს და იმ, რა ქვია, ვიში ეს სვეტლი ესილებს და თავისულს სთხოვოს, რომ ჩემოსულო, მოდი ეს გონება რომ არ დამიბნიონ, რომ არ ამირიონ, ეს გონება იმუნიტეტი, რომ იმუნიტეტს ანადგურებენ დისტრუქციული ინფოპაკეტებითა და დისტრუქციული სიხშირეებით. დისტრუქციული ზაპროგრამირავენები და გონება პროგრამირდება, რომ აი მას უნდა ვეჩხუბე, ის უნდა მოკლა, ეს ისეა, ეს რაღაცა დისტრუქციული ინფოპაკეტებს აგდებენ. დისტრუქციულად აპროგრამირებენ ხალხს. და ეს რამ სიხშირეებიდან დამიცავი როგორმე სულო რაღაცა და ამიტომ ადამიანი ახლა სიხშირეებიდან დაცვა, ვითომ ეს კალაკონის ზვონკებს უნდა უსმინოდა, იმ დისტრუქციულ სიხშირებს არ უნდა უსმინოდა. ქუჩაში რო გადიხარო, ამ რეგრესორებმა მოიგონეს ესე, რომ ვითომ სულ ან კალაკონის ზვონკები უნდა ქონდეს ადამიანს თავში, ან შინაგანად უნდა იმღეროს ამ ჩაკრებზე, რამ, რიამ, ჰამ, ვან, იან, ძალიან რა ქვია, შამ, აუმ, რომ ეს იმას დისტრუქციულ ვოლნებს რო არ მოусმინო და შენ თავს რომ მოусმინო რა, მაგრამ ეს მაინც ხდება, ეხლა მე ძალიან ბევრჯერ შემიმჩნევია, გამივლია ქუჩაში ლალალა ლულულუ მღერი ვარ, ომრამ იამ ჰამშამ ვან აუმ მღერი ვარ ჩემთვის, მაგრამ მოვედი სახლში, მაინც დაპროგრამებული, ცუდად გავხდი, თავი ამტკივი და დავანგრია ყველაფერი, გამიტყდა რაღაცეები, ანუ მაინც მოხდა ვლიანიები ჩემზე იმ დღეს, არ ვიცი, მეორე დღეს გავიარე, აღარ იყო, მაგრამ იმ დღეს იყო. ასეთი რაღაცეები, ანუ მარტო ეს ბესები და სერები კი არ დაგვდებენ და არ გვჭამენ, ეს ცდილობენ, რომ ეს მთელი ხალხი დააზომბირონ და პროგრამონ დისტრუქციული პროგრამნი ინფოპაკეტნის სიხშირეებით და მერე უფრო კარგად შეჭამენ ყველას. ასეთი ამბები ხდება. მერე რეგრესოლოგებმა კიდე ის გამოიგონეს, რომ ზუკა კოდებს უსმინო ან შიგნით იმღერო რა ომრამ იამ ჰამ შამ აუმ იამ რამ ვამ 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 ლამა ეს ჩაკრების სიმღერა უნდა იმღერო რა, რომ ჩაკრებიზე რა ქვია, ენერგოინფორმაციულ წელებზე, ტონგიწელებზე, ბაშიწელებზე ამ სიხშირეებმა ვერ მოახდინოს რა, ვითომ შლემები გამოიგონეს, შლემები არ ვიცი, შლემები, ვითომ ზალატოვი, ულტრაფიოლეტოვი შლემები, ნუ შლემები და კაი ჩასაცმელები და კაი ქუდები მაინც უნდა ქონდეს ადამიანს, ხო აქვს წარმოსახვის უნარი, წარმოიდგინოს, რომ ვითომ ლამაზი ქუდი აფარია თავზე, ლამაზი ჩასაცმელი აქვს, ზალატოვი ჩასაცმელი აქვს, რომ ეს ლამაზი ქუდი ჩემთვის ვაბლაგა, ბეზრე დავაბლაგა, ჟიგაეთ ვსე ზლოს, ლიხოს, პლახოს, მაგრამ ბიოსისტემას და ბიორობოტს ხო მაინც ყურები აქვს, არა ამ ყურებში ხო
1000 რაღაცა ესმის ადამიანს. კიდე არ გინდა დისტანციურადაც კიდე ესმის ადამიანს რაღაცა. და ეს ძალიან ცუდი რაღაცა არის. ახლა მე ვცდილობ ხოლმე სახში რომ რაღაცა კაი მუსიკა ჩავთო, კაი კალაკოლის ზუკები ჩავთო. არის ცერონის ზუკა კოდები. ცერონის ზუკა კოდები არის, რომელიც ნავია ევა ნავია, რომელიც ცერონის ზუკა კოდებს ასწავლის, ასე ვთქვათ, ეს არის რუსულად YouTube-ში. ევა ნავია ცერონის ზუკა კოდები, რომელიც ამ დისტრუქციულ ზუკა კოდებს, ინფო პაკეტებს, პროგრამებს, ასე ვთქვათ, შლის. ნავია ცერონის ზუკა კოდებს, რომელიც ღირს. ცერონი ვინ არის? ცერონი არის არხანგელოზი და ცერონი არის, ანუ ნავია საიმ რეგრესოლოგის რა ქვია, კურატორი. ხო, ცერონი საერთოდ არხანგელ მიხაელი, ვინც მოუხმობს ანგელოზებს და ვინც ასთხოვს ანგელოზებს, რომ ჩემო ანგელოზო, რაფაელო, მიხაელო, ცერონო, ხო? მოდი დაგვეხმარეთ, მოდი გავაკეთოთ ესე, რომ გავთავისუფლდეთ დისტრუქციებისაგან, ბლოკების, შიშებისაგან, ბედურებისაგან, უფულობისაგან, რომ ჩემი იზობილია, ფული კი არ არის მარტო, ჩემი იზობილია, სულის იზობილია, არის სხვა ენერგიები და მოდი ჯერ ეს ფიზიკურად, ფსიქიკურად, მენტალურად, მატრიცულად, ასტრალურად, ეფირულად გავთავისუფლდე ამ დისტრუქციული პროგრამებისაგან, დისტრუქციული საზრუნავებისაგან. საზრუნავი რა არის? ადამიანი ყოველთვის ფიქრობს აიმ ფული, ვიმუშაო, კი ვიმუშაო, ცუდი კი არ არის მუშაობა, კაია მუშაობა, ყველას უხარია მუშაობა, ყველას უხარია ფული და რაღაცა, მაგრამ რომ მუშაობს ადამიანი უნდა იფიქროს, ეს არის დროებითი მატერიალური რაღაცა, ანუ არ უნდა ჩაეციკლოს ამაზე და სული არ უნდა გადააყოლოს ამ მუშაობას და ისე უნდა იმუშაოს, აი ნეიტრალურად, დისტანციურად, ყოველთვის თქვას, რომ ეს კი მუშაობა, მაგრამ ეს მუშაობა გადატრანსფორმირებდეს ყველაფერი ჩემთვის ვაბლაგა. მე აქ დაუშვათ ხელფასის გულისთვის მუშაობ, იმიტომ რომ ვიყიდო რაღაცა, იმიტომ რომ შევჭამო რაღაცა, იმიტომ რომ დავისვენო, იმიტომ რომ რაღაცა. ეს არის უბრალოდ მატერია, ესე უნდა იფიქროს ადამიანმა და მოდი ეს მატერია და აი ამ მატერიალურმა მუშაობმა, ფიზიკურმა მუშაობა იფუნქციონიროს ჩემთვის ვაბლაგა, ანუ მე ვაკეთებ ამას მხოლოდ ჩემთვის ვაბლაგა, დისტანციონა, ბალანსიროვნა, გარმონიჩნა, რომ და ხალხში თავი დაიცვას, სამსახურში დაიცვას თავი როგორღაც ამ რა ქვია, სულ ფული და სულ სამსახური არ არის მასე. ცოტა ადამიანმა უნდა მიხედოს განტვირთვას, დასვენებას, გასეირნებას, უნდა მიხედოს სულს, უნდა მიხედოს ენერგეტიკულ განვითარებას უნდა მიხედოს ცოტა ადამიანმა რა ქვია, თავი უნდა მიხედოს ადამიანმა ცოტა, უნდა ისწავლოს ცოტა ენერგეტიკული განვითარება. აი ენერგეტიკული განვითარება რა არის, რომ მე ეხლა იმაზე ვფიქრობ, დავუშვათ რაზე იმას ავქნა. როგორ დავიცვა თავი აი ამ დისტრუქციული სიხშირეებისაგან. გინდაც აი ნოუთბუქი მაქვს სახში და ამ ნოუთბუქზე გით ერთი კანალიდან მერე იქ რეკლამა ჩაერთო, მერე ის ჩაერთო, მერე ის გადაერთო, მერე ეს გადმოერთო და ამ დისტრუქციული სიხშირეები არ მინდა დისტრუქციებზე, ნეგატივებზე გადართვა, გადმოწვა და დავიცვა თავი, ხო, როგორმე ამ სიხშირეებისაგან, რომ ჩერეს დაუშვათ ტელეფონი, ჩერეს ნოუთბუქი, ჩერეს რაღაცა კანალებს ვუსმენ, რეგრესოლოგების კანალებია თუ კომედი შოუა თუ რაც არის, კომედი შოუ იგივე მსახიობები მუშაობენ იქ და კაი ეგრეგერიანული რაღაცა არის, მაგრამ მაინც ეგრეგერი არის. ამას უყურებ, უსმენ, მეცინება რაღაცა ის, მაგრამ ხანდახან არის, რომ თავი მტკივდება ამ ხუმრობაში, ხო? აი რატო მოხდა ეს? იმიტომ რომ ეს მაინც რაღაცა სიხშირეები, მაინც აქაც ამ კომედი შოუთებითაც, ამ სიხშირეებითაც მაინც რაღაცას
ცდილობენ რომ გადასცენ, გადმოსცენ დისტრუქციული პროგრამები ამ ბესემა, სერემა, რემა, გრემა და არხონტებმა და მაიმუნობა. ნუ პრინციპში ახლა ბესებსაც უნდა განვითარება, სერებსაც, რეებსაც, არხონტებსაც, მაგრამ რისი ხარჯით უნდა განვითარება? ვისი ხარჯით უნდა განვითარება და რისი ხარჯით უნდა განვითარება? აი ეს არის, აი პირადი ენერგიები იმათ არ აქვთ. ისინი ჭამენ სხვის ენერგიებს. არა მაქვს მე ისეთ სულებზე ლაპარაკი, ვინც ასე ვთქვათ, დაიბადნენ, ვინებიც ვაპლაშენიებს გადიან, ვინებიც урокებს გადიან და ვინებსაც თავისი ენერგიებით უნდათ განვითარება და თავისი ენერგიებით უნდათ გამოსწორება. მე ესეთ სულებზე არა მაქვს ლაპარაკი. მე მაქვს აი ვაპლაშენიებში რო არ არიან და ვითომ რო კურატორები არიან და ვითომ მასწავლებლები ვერ არიან და ვითომ მეფერებიან ამად რეგრესოლოგები რო უიმეო რა სამოფო ბესებიო ჩვენი რა გასწავლა ბესემა რა და ჩვენი კურატორები არიანო ბესი ისი არაფერს არ გასწავლის თუ შენი ჟიზნინი ესილები კრისტალები და რაღაცეები და ჩისტოტები არ რა გასწავლა ბესემა რა უნდა ასწავლოს ბესმა რაც სულმა ადამიანმა თვითონ რაც არის ის რა უნდა ასწავლოს იმან რა დაგაპროგრამირა დისტრუქციულად იწამე იწვალე იმუშავე და всё და ღმერთი არის ერთი და რა ქვია ღმერთი გადაწყვიტავს ყველაფერს არი დარდო ღმერთი ყველაფერს გადაწყვიტავს ეს ასწავლა ბესმა რა ასწავლა ვის რა ასწავლა ბესებმა ეფერებიან ეს რეგრესოლოგები რომ რა სამოფესერები არხონტები და არხონტები მეტალეჩისკი პარაზიტები ზუსტად ესენი იგონებენ ეს არიან ავიტექნოგენების მატარებელი პარაზიტები, რომლებიც ავრცელებენ ავინფო პაკეტებს, დისტრუქციულ პროგრამებს, რაზრუშეცენი პროგრამებს, საომარ პროგრამებს. ჯერ რომელ ფულზია და რა ხატია ამ ფულს, რასაც ჩვენ გიждდებით, ფული, დოლარი, ევროებზე და ფულებზე რა ხატია და აბა დაკვირვებია ადამიანი, რა ხატია, ვინა ხატია? კუტრები? ვის ეკუთვნის რა წერია ზედა საქართველო რა არის? ჯერ დროშებზე რა ხატია, არ ადამიანი არაფერი არ უყურებს, არ აინტერესებს დროშა რა არის და დროშა და ეს რა არის და რა ხატია ამ დროშებს. ესე რომ ეს რა ქვია ადამიანი რომ შეეცდება აი ენერგეტიკულ განვითარებას, მე უკვე მიხვდება რომ თურმე რა უკუღმართ ქვეყანაში ცხოვრობს და რა კალისო სანსარებში ცხოვრობს ადამიანი. მერე მიხვდება. მადლობა ჩემს სულს, მადლობა ჩემს ვიშიეს სვეტრიეს სილებს, მადლობა ვიშიეს სვეტრი ანგელებს, არხანგელებს, მადლობა დვარეც.